ლიბანში ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა სამხრეთის საპორტო ქალაქ სიდონზე. ისრაელის სამხედროებმა თავდაპირველად არ დაასახელეს სამიზნე, თუმცა განაცხადეს, რომ ოპერაცია ჰეზბოლას მებრძოლებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ იყო მიმართული. სხორპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. ცოტა ხანში ისრაელის არმიის სპიკერმა ავიჩაი ადრაემ ქალაქის ერთ-ერთი უბნის ჰარეთ საიდის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ახალი დარტყმა იგეგმებოდა. ბოლო დღეებში ისრაელის ავიაიერიშები ძირითადად სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზეა მიმართული. სიდონი ლიბანის მესამე უდიდესი ქალაქია და ბეირუთიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის შეტევების შედეგად დაღუპულია 50 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 350 აჭარბებს. ამავე დროს შეტევები გაგრძელდა ირანის ტერიტორიაზეც. თეირანში გასული 24 საათის განმავლობაში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, როდესაც ისრაელისა და შეერთებული შტატების ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტებსა და სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა ქალაქ ქომში მდებარე შენობაზე, სადაც საჭიროების შემთხვევაში ირანის უზენაესი ლიდერის არჩევის საკითხს განიხილავენ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით შენობა იერიშამდე უკვე დაცლილი იყო. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ოფიციალური მონაცემები, არც გარდაცვლილების და არც იმის შესახებ, იმყოფებოდნენ თუ არა ასამბლეის წევრები ადგილზე. ირანზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ბოლო მასშტაბური დარტყმების შედეგად ქვეყანაში დაახლოებით 800-მდე ადამიანი დაიღუპა. ირანი საპასუხოდ აგრძელებს სარაკეტო და დრონებით შეტევებს როგორც ისრაელის მიმართულებით, ისე სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ და დასავლურ სამხედრო ბაზებზე. ირანული დრონის დამსხვრევების შედეგად ხანძარი გაჩნდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ ფუჯაირაში მდებარე ნავთობის ინდუსტრიულ ზონაში. ხელისუფლების ინფორმაციით დრონის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, ცეცხლის სწრაფად ჩააქრეს და ობიექტის მუშაობა მალევე აღდგა. დრონის კიდევ ერთმა შეტევამ ხანძარი გააჩინა დუბაიშიც, ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო მიმდებარე ავტოსადგომზე. ისრაელში განგაში სირენები კვლავ ისმის. ირანის სარაკეტო შეტევების დროს მოსახლეობა თავშესაფრებში ჩადის. ცენტრალურ ისრაელში ჩამოგდებული რაკეტის დამსხვრევებმა შენობა და რამდენიმე ავტომობილი დააზიანა, თუმცა არავინ დაშავებულა. 4დღიანი ომის განმავლობაში უკვე ასობით ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ირანში. სხორპლის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია, რადგან ქვეყანაში ინტერნეტი ნაწილობრივ გათიშულია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში, ქუვეითში, ბაჰრეინში, ერაყში, კატარში, იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დიპლომატიური პერსონალის ნაწილის ევაკუაციის ბრძანება გასცა და ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა რეგიონი დროულად დატოვონ. თუმცა საჰაერო სივრცის ნაწილობრივი დახურვის გამო ბევრი ადამიანი კვლავ აეროპორტებშია ჩარჩენილი.